გაინტერესებთ რა ზეა დამოკიდებული ვის რა რაოდენობის ალკოჰოლის ატანა შეუძლია და რატომ დგება სიმთვრალე სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვა სიძლიერით. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ღვიძლზე, ანუ იმ ორგანოზე, რომელშიც ალკოჰოლი მეტაბოლიზდება და იმ ორ ფერმენტზე, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. კონკრეტულად ალკოჰოლ დეჰიდროგენაზა და ალდეჰიდ დეჰიდროგენაზა. პირველ რიგში იწყებს ალკოჰოლ დეჰიდროგენაზა, რომელიც გარდაქმნის ეთანოლს, ანუ ალკოჰოლს აცეტალდეჰიდად. ეს არის საკმაოდ მომწამლელი ნივთიერება, რომელიც ამავდროულად კანცეროგენიც არის. სწორედ ეს ტოქსიური შუალედური პროდუქტები უდევს საფუძვლად ღვიძლის დაზიანებას ალკოჰოლის მიღების დროს. შემდეგ ამ პროცესს აგრძელებს, რა თქმა უნდა, ალდეჰიდ დეჰიდროგენაზა და ბოლოს წარმოიქმნება ალკოჰოლისგან სრულიად უვნებელი კარბონ დიოქსიდი და წყალი. იმის საფუძველი ვის რა რაოდენობის ალკოჰოლი ყოფნის ინტოქსიკაციისთვის არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, რამდენად ძლიერად არის ექსპრიმირებული, ანუ წარმოდგენილი ეს ალკოჰოლ დეჰიდროგენაზა ჩვენს კუჭსა და ღვიძლში. მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, ქალებში ეს ფერმენტები შედარებით ნაკლები სიძლიერით არიან გამოხატულები და მათ სწორედ ამიტომ სჭირდებათ ნაკლები დოზით ალკოჰოლი სიმთვრალის სიმპტომების გამოსავლენად.